ძვირფასო მასწავლებლებო, მე გასწავლით როგორ შექმნათ ასეთი ანიმაცია და გაახაროთ თქვენი მოსწავლეები. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღდგა. მოდით დავიწყოთ მუშაობა და გაჩვენებთ, როგორ შეგვიძლია ძალიან მარტივად შევქმნათ ანალოგიური სტილის სახალისო ანიმაციები. მეგობრებო, ამისთვის პირველ რიგში უნდა გადავიდეთ პლატფორმის ვებგვერდზე, ჩავწეროთ newexpress.adobe.com. მეგობრებო, გეტყვით, რომ ამ პლატფორმაზე საჯარო სკოლის პედაგოგებს შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ თქვენი Microsoft-ის ანუ Teachers Go-ში აკაუნტებით, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გექნებათ წვდომა აღნიშნული პლატფორმის ფასიან ანუ პრემიუმ ვერსიაზე უფასოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ გაცილებით მეტი შესაძლებლობები გექნებათ, ვიდრე ჩვეულებრივი მეილით რეგისტრაციის შემთხვევაში გექნებოდათ. ამიტომ დააწყაბეთ View More-ს, აირჩიოთ Continue with Microsoft, შეიყვანეთ თქვენი Teachers Go-ში მეილი პაროლი და ძალიან მარტივად გაივლით რეგისტრაციას. მეგობრებო, აი შევედით უკვე პლატფორმაზე. მართალია დღევანდელ ვიდეოში სასრული ანიმაციის შექმნა უნდა გასწავლოთ, თუმცა მომდევნო ვიდეოებში აღნიშნული პლატფორმის სხვა შესაძლებლობებსაც განვიხილავ და გეტყვით იმას, რომ თქვენ აღნიშნული პლატფორმის დახმარებით შეგიძლიათ შექმნათ სხვადასხვა ტიპის ვიზუალური ელემენტები, სხვადასხვა სტილის საგაკვეთილო რესურსები, პოსტერები, ფლაიერები, მისალოცი ბარათები, შეგიძლიათ დაარედაქტიროთ ფოტო, ვიდეო და დააგენერიროთ სხვადასხვა ტიპის კონტენტი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. მეგობრებო, მოდით დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას და დავიწყოთ ანიმაციის შექმნაზე მუშაობა. ამისთვის უნდა ავირჩიოთ აი ეს ბრძანება Animate Your Voice. დავაწყაპოთ და გადავალთ აი ესეთ განყოფილებაზე. ამის შემდეგ ჩვენ პირდაპირ ძალიან მარტივად შეგვეძლება შევარჩიოთ სასურველი პერსონაჟი, სასურველი ბექგრაუნდი ან ვიდეოს სასურველი ზომა. მოდით დავიწყოთ პერსონაჟის შერჩევით. თუ დააწყაბეთ პირველ კატეგორიას, ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ ყველა კატეგორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა პერსონაჟი იქნება შემოთავაზებული. თუ გაგიჭირდებათ მოძებნა, მაშინ შეგიძლიათ აირჩიოთ პერსონაჟები კატეგორიების მიხედვით. მაგალითად, აირჩიოთ ადამიანები, მაგალითად, აირჩიოთ ცხოველები, აირჩიოთ რობოტები, საკლასო ნივთები და ასე შემდეგ. მოდით ავირჩიოთ ჩვენ ცხოველები, გადავიდეთ Animal კატეგორიაში და ავირჩიოთ აი ეს ბაჭია, რომელიც ასოცირდება აღდგომასთან. მას შემდეგ, რაც პერსონაჟი აირჩევთ, თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად ესეთი მოძრაობით მიანიჭოთ მას სასურველი ზომა და სასურველი მდებარეობა, ესე გადაანაცვლოთ სასურველ ადგილას. ასევე შეგიძლიათ გადახვიდეთ უკვე ბექგრაუნდებზე და აირჩიოთ უკანა ფონი, ამისთვის დააწყაბებთ მეორე კატეგორიას და შეარჩევთ სასურველ ფონს. აი მაგალითად შეიძლება აირჩიოთ ესეთი ფონი, მაგრამ მე ჩვენი დღევანდელი პროექტისთვის ავირჩევ გაზაფხულის ფონს. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ უკვე გადახვიდეთ size განყოფილებაში, სადაც თქვენ შეძლებთ შეარჩიოთ აღნიშნული ვიდეოს ზომა. იმისთვის, რომ ზომის შერჩევა გაგიადვილდეთ, აქ შემოთავაზებულია რამდენიმე პლატფორმა. პირობითად თქვენ თუ YouTube-ისთვის აპირებთ ვიდეოს შექმნას, მაშინ გადადით YouTube-ზე და აქ ნახავთ YouTube-ის ვიდეოებისთვის ოპტიმალურ ზომებს შემოთავაზებულს აირჩევთ ერთ-ერთს, მაგრამ თუ პირობითად Facebook-ისთვის აპირებთ, გადახვალთ Facebook-ზე და შეარჩევთ სასურველ ზომას. მოდით მე პირველ ვარიანტს დავტოვებ და ამის შემდეგ ფაქტობრივად თქვენ მზად იქნებით უკვე დაიწყოთ ანიმაციის გახმოვანება. მეგობრებო, სანამ დავიწყებთ ხმის ჩაწერას, გეტყვით, რომ თუ ამ ღილაკს გადაწევთ, მაშინ უფრო გამარტივდება ხმის ჩაწერის პროცესი, რადგან უკანა ფონზე არსებული ხმები არ იქნება წარმოდგენილი ვიდეოში. როდესაც დააწყაბებთ record ღილაკს, უკვე დაიწყებს პლატფორმა თქვენი ხმის ჩაწერას, ანუ რასაც თქვენ ისაუბრებთ, ის დაედება ანიმაციას და თანაც ეს პერსონაჟი გაცოცხლდება და მაქსიმალურად ავყვება თქვენს მეტყველებას. მოდით დავაწყაბოთ record-ს და ვნახოთ, როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი. დავაწყაბოთ record. მეგობრებო, ახლა უკვე მიდის ჩაწერა. გამარჯობათ, მე ვეცდებით თქვენ დღეს გასწავლოთ, როგორ უნდა შევქმნათ ესეთი ანიმაციები. ნახეთ, საუბრის მომენტში თქვენ შეგიძლიათ დააკენსელოთ, ანუ გაითიშოთ და თავიდან დაიწყოთ მუშაობა, ასევე დააპაუზოთ, ან უბრალოდ დააწყაბოთ dance, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ჩაწერა დაასრულეთ. მოდით დავაწყაბოთ dance. ამის შემდეგ ცოტა ხანი უნდა დაველოდოთ, სანამ ვიდეო შეინახება. მეგობრებო, როგორც ხედავთ, ვიდეოს პირველადი ვერსია უკვე მზად არის. მოდით დავაწყაბოთ და ვნახოთ, როგორ გამოიყურება პირველადი ვერსია. მეგობრებო, ახლა უკვე მიდის ჩაწერა. გამარჯობათ. ნახეთ, საუბრის მომენტში თქვენ შეგიძლიათ დააკენსელოთ, ანუ გაითიშოთ და თავიდან დაიწყოთ.
აი როგორც ხედავთ, ყველაფერი რაც ვისაუბრე დაედო ანიმაციას და თანაც ამოძრავდა ბაჭია და მაქსიმალურად ჩვენს მეტყველებას აყოლებს მოძრაობას. მეგობრებო, ამის შემდეგ თქვენ შესაძლებლობა გაქვთ აი ეს აიქონები გადაწიოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოჭრათ ვიდეოს სასურველი ნაწილი, ანუ დატოვოთ ის ნაწილი, რომელიც გსურთ და ამის შემდეგ ფაქტობრივად ვიდეო უკვე მზად იქნება და შეძლებთ დააწყაბოთ download-ს, ანუ გადმოიწეროთ ვიდეო. თუმცა გეტყვით, რომ გარდა აი ამ პირველადი ვერსიის გადმოწერისა, ნახეთ ვიდეო უკვე გადმოიწერა კომპიუტერში, მაგრამ გარდა ვიდეოს გადმოწერისა, თქვენ შეგიძლიათ დამატებით დაარედაქტიროთ ვიდეო, ამისთვის უნდა დააწყაბოთ Open in Editors და ამის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ, მაგალითად, დამატებითი პერსონაჟი დაამატოთ ვიდეოს, ან დაამატოთ სასურველი ტექსტი, ან თუნდაც დაამატოთ სასურველი ობიექტი, რომელსაც კომპიუტერიდან შეიტანთ და ასე შემდეგ. ანუ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაიხსნება. ნახეთ, ჩვენ უკვე გადავედით რედაქტირების რეჟიმზე. მეგობრებო, ზემოთ გაქვთ განყოფილება, რაც რომლის საშუალებითაც დაარეგულირებთ მაგალითად ვიდეოს ზომას, ვიდეოს თემას, შეარჩევთ სასურველ ფერს, შეგიძლიათ ვიდეოს ანიმაცია დაადოთ და ასე შემდეგ. თუმცა გეტყვით, რომ განსაკუთრებით საინტერესოა მარცხენა განყოფილება, სადაც თქვენ გექნებათ რაიმე ობიექტის კომპიუტერიდან ატვირთვის საშუალება, ან მაგალითად სასურველი ტექსტის დადების საშუალება, სასურველი ფოტოს ვიდეოში შეტანის საშუალება, ან თუნდაც რაღაც სხვადასხვა ტიპის გრაფიკული ელემენტების ჩასმის საშუალება. მე ამ ეტაპისთვის მინდა რომ ვიდეოს დავამატო საღდგომო კვერცხების კალათა, რომელიც გადმოწერილი მაქვს კომპიუტერში და მინდა რომ ავტვირთო. ამისთვის უნდა დავაწყაბოთ upload ბრძანებას. გადავიდეთ კომპიუტერში და ავტვირთოთ სასურველი ფოტო. აი მოდით დავაწყაბოთ ამ კალათის ფოტოს. და როგორც ხედავთ, ფოტო აიტვირთა, ჩაჯდა ვიდეოში, თუმცა მას აქვს ბექგრაუნდი, ანუ უკანა ფონი. იმისთვის, რომ უკანა ფონი მოვაშოროთ, მარცხენა ნაწილში ჩვენ გვიჩანს ბრძანება remove background, დავაწყაბოთ ამ ბრძანებას და ძალიან მარტივად უკანა ფონი მოშორდება ჩვენს ფოტოს. ამის შემდეგ შევძლებთ იგივე პრინციპით ობიექტის დაპატარავებას ან გაზრდას და მივანიჭებთ სასურველ მდებარეობას. აი აქ დავსვავ ამ კალათას. მეგობრებო, გარდა იმისა, რომ კომპიუტერიდან შეგიძლიათ დაამატოთ ობიექტები, თქვენ შეგიძლიათ დააწყაბოთ პირობითად ელემენტებს. აქ თქვენ შემოგთავაზებთ პლატფორმას სხვადასხვა ფორმებს, სხვადასხვა აიქონებს, თუმცა შეგიძლიათ აქ მიუთითოთ სასურველი ობიექტი, მაგალითად საღდგომო კვერცხი. ანუ ჩაწეროთ თქვენ თვითონვე და შემოგთავაზებთ როგორც აიქონებს, ასევე ბექგრაუნდებს და სხვადასხვა ელემენტებს. მოდით მე ავირჩევ პირველ კატეგორიას, დავაწყაბებ view walls და ვნახავ ყველა შემოთავაზებულ ვარიანტს, რომელიც მითითებული სიტყვების კომბინაციის მიხედვით მოიძებნა და მოდით შევარჩევ ერთ-ერთ ვარიანტს. აი, მოდით პირობითად დამატებით კიდევ ეს კალათი შევარჩიოთ. ნახეთ, დავაწყაბე და ესე ძალიან მარტივად შემიძლია ჩავსვა ვიდეოში. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ არ გსურს, შეგვიძლია ესე მარტივად delete-ს დავაწყაბოთ და წავშალოთ. მეგობრებო, გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ სასურველი ტექსტი. ამისთვის უნდა დააწყაბოთ tag განყოფილებას, შემდეგ დააწყაბოთ add your text. აქ ჩაწეროთ სასურველი ტექსტი, მაგალითად happy Easter. შემდეგ ეს ტექსტი გადაადგილოთ იქ, სადაც გსურთ და ასევე შეურჩიოთ სასურველი ფონტი. ფონტის შერჩევისთვის უნდა დააწყაბოთ recommended font-ის გასწვრივ view walls და აირჩიოთ სასურველი, აი მაგალითად ესეთი ფონტი. მეგობრებო, გარდა ამისა, თქვენ შეძლებთ შეცვალოთ ტექსტის ფერი. ამისთვის უნდა დააწყაბოთ აი ამ აიქონს და აირჩიოთ სასურველი ფერი. მოდით მე შავს დავტოვებ. გარდა ინგლისური ტექსტისა, თქვენ შეგიძლიათ ქართული ტექსტიც დაამატოთ. ამისთვისაც ისევ დააწყაბებთ ts. ისევ აირჩიოთ add your text, მაგრამ უკვე ქართულად დაიწყებთ წერას. თავდაპირველად შეიძლება დაიწეროს ესეთი კუბიკები, თუმცა თუ მარცხენა მხარეს დააკვირდებით, აი აქ გამოგიჩნდებათ რეკომენდირებული ფონტები, შემდეგ დააწყაბეთ view walls, ანუ ყველა შეთავაზების ნახვას და აქედან აირჩიეთ სასურველი ფონტი. მაგალითად ავირჩიოთ აი ეს. და როგორც ხედავთ, უკვე ქართული წარწერაც გაჩნდა და შეგიძლიათ გადაადგილოთ იქ, სადაც გსურთ და შეუცვალოთ ზომები. ასევე შეერჩიოთ სასურველი ფერი ზუსტად იგივე პრინციპით. მას შემდეგ, რაც რედაქტირება შეიტანთ თქვენს ვიდეოში, შეგიძლიათ გაუშვათ და კიდევ ერთ ჩაწერა. გამარჯობათ, მე ვეცდებით თქვენ დღეს გასწავლოთ, როგორ უნდა შევქმნათ ესეთი ანიმაციები.
მეგობრებო, ასევე გეტყვით, რომ თქვენ შეგიძლიათ აი ამ ობიექტებს დაამატოთ ანიმაციები, ანუ მონიშნოთ ობიექტი, გადახვიდეთ ანიმაციებში და დაადოთ სხვადასხვა ანიმაცია, რომელიც ვიდეოს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს. როდესაც დაასრულებთ ვიდეოს რედაქტირებას, თქვენ მარჯვენა კუთხეში დაინახოთ download relax. თუ დააწყაბებთ აღნიშნულ ბრძანებას, მაშინ უკვე თქვენი ვიდეო იქნება თქვენს კომპიუტერში გადმოწერილი. და შემდეგ, რა თქმა უნდა, შეძლებთ ნებისმიერ ადგილას ვიდეოს განთავსებას. იმასაც, რომ თქვენ გადმოწერის გარდა შეგიძლიათ ვიდეო გააზიაროთ, რისთვისაც დააგენერირებთ აღნიშნული ვიდეოს ბმულს. ამისთვის უნდა დააწყაბოთ share relax. შემდეგ დააწყაბოთ view only link, create link, შეიქმნება ლინკი. როგორც ხედავთ, ლინკი უკვე დაგენერირდა, შეგიძლიათ დააწყაბოთ copy links და გადაგზავნოთ სასრულ აუდიტორიასთან. სულ ეს იყო დღეისთვის, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ წარმატებას.